წესის აგების რაობა. აქვს თუ არა ზეგავლენა გარდაცვლილ ადამიანზე და მის მარადილ კმაყოფილზე. წესს აუგებენ თუ არა. აქ წესის აგება ერთ-ერთი უდელმოქმედებაა გარდაცვლილთან დაკავშირებით, ხოლო წესის აგება მოგეხსენებათ, αν გახლავთ, გადაიხდება პანაშვიდი, შეკვეთილი წირვა, რაც უმკვიდრესი საეკლესიო ტრადიცია უძველესი დროიდან უძვირფასესი, ყველაზე აღმატებული მსახურება გარდაცვლილის მიმართ, კვეთაში მოხსენიება, ისე როგორც არის ქველმოქმედების გაცემა და პირადი ლოცვები. აი ეს სახეობანია გარდაცვლილისადმი ამ ქვეყნიდან რაც იმსახურება. მათგან ერთ-ერთი გახლავთ წესის აგება. წესის აგება თავისი არსით იგივე პანაშვიდია, გაპატიოსნებაა მიცვალებულისა, რა თქმა უნდა, ისე როგორც პანაშვიდს, ისე როგორც წმინდანის ისა გარდაცვლილის სახელზე აღსრულებულ ლიტურგიას, ჟამის წირვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საეკლესიო მსახურებას და ეს მდგომარეობა ახდენს, რა თქმა უნდა, გარდაცვლილზე თავის უაღრესად კეთილის ყოფილ გავლენას, მაგრამ თავარი სირთულე ამაში არ გახლავთ. აქ კითხვის არსია ალბათ ეს იგულისხმება, რომ თქვათ ადამიანს, მართლმედებელ ქრისტიანს, ესე იგი, ისეთ ადგილას მოუწია გარდაცვალება, რომ მასზე წესის აგება ვერ მოხდა. რა აკლდება მას ამ შემთხვევაში? აი, უფრო ეს ხარია აქ წარმოჩენილი, საეკლესიო მსახურებანი, მიცვალებულისადმი აღსრულებულნი, რასაც ჩვეულებრივ ჭირისუფალი მოქმედებს. ეს კითხვაც აქ შემოდის. თქვათ, ვინმეს არ დარჩა ისეთი ჭირისუფალი, რომელიც პერიოდულად პანაშვიდებს გადაიხდიდა გარდაცვლილის სახელზე, შეკვეთილ წირვებს და სხვა. როგორ ხდება მაშ ის მოკლებული ამ სიკეთეს თუ რა ვითარება? ჩვენ ამაზე სპეციალური პუბლიკაცია გვქონდა დოგმატი და ეკონომია ასეთ სათაურით, სადაც საეკლესიო მოძღვართა სწავლებანი ყველაზე უფრო კაფეოდ წარმომჩენი აღნიშნული საკითხისა მოტანილი გვაქვს და ერთი ესე იგი უაღრესად მყარი სწავლება იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ეს საეკლესიო მსახურებებს აქვს თავისი უმნიშვნელოვანესი ზემოქმედება გარდაცვლილზე, მაგრამ არა ყველა გარდაცვლილი, აი ესაა ყველაზე არსებითი. აქ ასეთი ვითარება, გარდაცვლილი, რომელიც მიმღებია საღვთო წყალობისა, მხოლოდ მასზე აქვს ზემოქმედება საეკლესიო მსახურებას. ჩვენს პირად ლოცვებსაც შედარებისთვის რომ აღვნიშნოთ, ადამიანმა რომ ილოცოს, მაგალითად წარმართი გარდაცვლილი ბევრ შეიძლება და არაიშვიათად გარდაცვლილი ჰყავდეს მისთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც წარმართი იყო, ან და გაუკუღმართებული იყო, არ იყო მართლმადიდებელი და ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. აი მასთან დაკავშირებით რა ვითარება? არავითარი საეკლესიო სწავლებით ზემოქმედება არ ექნება ამ პიროვნების მისდამი ლოცვას, ამ ჭირისუფლის მისდამი ლოცვას, ან საეკლესიო მსახურებას. ამიტომ არ ხდება წმინდა ეკლესიას არ აქვს განჩინებული და დაშვებული მსახურება ისეთ ადამიანზე, რომელიც მომაკვდინებელი ცოდვით წავიდა ამ ქვეყნიდან. დებულება გახლავთ ასეთი მყარი დებულება. საეკლესიო შემწევნელობა მხოლოდ იმათზე არის სხდომყოფელობითი, იმათზე არის კეთილმოქმედებითი და კეთილის ყოფილობითი, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ სინანულით, ანუ გარდაცვალების წინ შეინანეს, მაგრამ ვერ აჩვენეს ნაყოფი სინანულისა. სინანულში გამოიყოფა ორი მდგომარეობა. ერთი თავად შენანება, აღსარების აღმოთქმა, ესე იგი მოძღვრისგან შენდობის მიღება, მაგრამ ამის შემდგომი არის ნაყოფი სინანულის, ანუ მე საქმით უნდა დავადასტურო ის შენდობა, რაც ღვთისგან მომეცა, ამის ღირსი ვიყავი. თორემ რამდენჯერ შევინანებთ, მე კაცილებით უკეთური საქმეები ჩაგვიდენია და იმ დროს რომ მყისვე ჩვენი ცათასასუფელში დამკვიდრება მომხდარიყო, ეს არ იქნებოდა სამართლიანი, იმიტომ რომ თურმე არ ყოფილვართ გამოსწორებული, მხოლოდ სიტყვიერად აღმოვთქვით ეს ყველაფერი. ასე რომ მხოლოდ სინანული, მხოლოდ აღსარება იმ მომენტში თუნდაც ძალიან გულწრფელი არ კმარა თუ ეს შინაგანად მტკიცი არ არის, რაც სინანულის ნაყოფით, ანუ მონანიების შემდგომი საქმით უნდა დადასტურდეს. მაგრამ ვინც სარეცელზე იღებს სინანულის საიდუმლოს, რა თქმა უნდა ვერ ასწრებს ამის შემდეგ, რომ საქმით დაადასტუროს იმ შენდობის სამართლიანობა, რაც მას მიეცემა სარეცელზე მყოფს. აი ასეთნი გარკვეული ლაქებით, გარკვეული ესე იგი შეცოდებების მათში არსებობით მიდიან ამ ქვეყნიდან. ჩვენ ვახსენეთ წინა საუბარში წმინდა მარკოზ ეფესელი, რომელსაც კონკრეტულად ჩამოგვიყალიბა ადამიანთა კატეგორიები გარდაცვალების წინ, ისინი რომლებიც ყისვე ზეცად არ მაღლდებიან, ზეცად მხოლოდ ისინი მაღლდებიან, რომლებმაც ყოვლით ურთ განიწმინდეს თავიანთი თავი ამ ქვეყნად, როგორც ხშირად გვიხსენებია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მატოს მაგალითი, რომელიც ზეცად მაღლდება, ასეთი მაგალითები აღწერილობანი არაერთია წმინდანთა მოღვაწეობაში, წმინდა მარტვილნი ზეცად მაღლდებიან, მაგრამ ამათ შემდგომ რომლებმაც გარკვეული ლაქები გაიყოლეს ამ ქვეყნიდან მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შემნანებლებმა სარეცელზე, რომლებმაც შეინანეს, მაგრამ ვერ აჩვენეს ნაყოფი სინანულისა, მათგან, აი ამგვართაგან ნაწილი
ასე იგი ჯოჯოხეთში როდესაც მკვიდრდება გამოხსნილი ხდება უფლის გულმოწყალებით და საეკლესიო მღვდელმოქმედებით აქ ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ დოგმაც იმასთან დაკავშირებით რომ თავად საეკლესიო მღვდელმოქმედება კი არ გახლავთ გამოხსნილი და როგორც წმინდა მარკოს ეფესელი მიუთითებს ყველგან ყველა შემთხვევაში გამოხსნილი არის უფლის გულმოწყალება მაგრამ მასთან თანმხვედრი უფლის გულმოწყალებასთან თანმხვედრი უნდა იყოს საეკლესიო მოქმედება რომელსაც მდგომარეობის შემამსუბუქებელი დანიშნულება აქვს გარდაცვლილისადმი ჩვენ როდესაც ვინმე ძვირფასი ადამიანი საპრობილეში ყავს და ვიცით რომ დაუშვათ გარკვეული დროის შემდეგ ის განთავისუფლდება საჯულია თავისუფლებს მას საჯულის განჩინება მაგრამ მანამდე ის იმ ძიმე მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია ეს მდგომარეობა შეუმსუბუქოთ მისი მონახულებით გარკვეული ესე იგი ძღვენის მიტანით გამხნევებით და ასე შემდეგ საეკლესიო მღვდელმოქმედებას აქვს შესაბამისად სწორედ ეს დანიშნულება რომ შეუმსუბუქოს იმ ქრისტიანებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯოჯოხეთში ყოფნა რომლებიც გამოხსნადნი არიან და გარკვეული დროის შემდეგ უფლის გულმოწყალება გამოიხსნის მათ იქედან მაგრამ მანამ ესე იგი საეკლესიო მღვდელმოქმედებით დიდი სიკეთე შეგვიძლია მათზე აღვასრულოთ იმიტომ რომ ეს აშვება ამ ქვეყნად მათთვის სულიერი შვება ამ ქვეყნად აღსრულებული ესე იგი შემწევნოლობითი საეკლესიო მღვდელმოქმედებანი მეტიც წმინდანთა მოღვაწეობაში მათ შორის წმინდა მაკარი ალექსანდრიელის ცხოვრებაში არა ერთგზისა ამაზე ხაზგასმა რომ და მაკარი ეგვიპტელიც რომელმაც წარმართის თავის ქალანახა და ეს საეკლესიო სწავლებაში შეწყნარებული მიღებული და აბსოლუტურად გაზიარებული თხრობა გახლავდა გადმოცემა ის ეუბნება რომ თქო რომ მან მსახურებას აღარ ჩვენც მცირედი ნაწილი შვებისაგვეძლევაო ანუ მათ ეს იმდენად გამწობადია მათაც კი ეძლევა თუმცა გამოხსნადი და მაცხოვნებელი არავისთვის არა ანუ ჯოჯოხეთისგან აღმომყვანი ეს საეკლესიო მსახურებანი რაც უნდა სხვებსაც მცირედით განივწოვოდეს საშვებელი ამ მსახურებისა მხოლოდ მათზეა გამოხსნელობითი რომლებმაც ამ ქვეყნიდან მხოლოდ მცირე ლაქები გაიყორეს არამომაკვდინებელნი და სინანულით აღესრულნენ. აი ამ გაგებით და ამ წესით რა თქმა უნდა წესის აგებასაც რომელიც ხდება იმ მომენტში როცა ადამიანი გარდაცვლილი ჯერ კიდევ ამ ქვეყნათა დიდად შემწევნელია მისთვის იმ მდგომარეობის შემამსუბუქებლად რომელშიც ის იმ წუთში იმყოფება. წესის აგებაც, ჟამის წირვაც მათ სახელზე, პანაშვიდების აღსრულებაც და ქველმოქმედების გაცემაც, რომელიც მღვდელმოქმედება იგივე, მღვდელმოქმედების განუფლებამოსილებითი ქმედება სასულიერო პირებისგანაც, ერისკაცთაგანაც და პირადი ლოცვებით. ესეც წმინდა ეკლესიის წიაღის შემადგენელი ნაწილი. აი ეს ყველაფერი ერთობლივად საეკლესიო მსახურებანი გარდაცვლილთა სახელზე, მათი დიდად შემწევნელობითია, ნუგეშის მიმცემლობითია, შვების მიმნიჭებელია, ანუ მდგომარეობის შემამსუბუქებელია, ვიდრე იმ ჟამამდე როდესაც უფლის გულმოწყალებით ისინი გამოხსნილი იქნებიან. მხოლოდ ისინი საეკლესიო სწავლების უკაფიოსათაა პირველად წმინდა დიონისე არიოპაგელის შრომაში პირველ საუკუნის მისურში, როცა ის გარდაცვლილებზე მსჯელობს, რომ მხოლოდ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანი სინანულით წასულნი ამ ქვეყნიდან, მაგრამ სინანულის ნაყოფის ვერ მჩვენებელნი, იმიტომ რომ აღესრულნენ იღებენ ამ შემწევნულობას ღვთისგან საეკლესიო მღვდელმოქმედების სახით და თავად უფლის გულმოწყალება ხდება მათი გამოხსნელი შესაფერის ჟამს. მადლობა უფას ყველაფერთვის. მერთმა გაგვახაროს და დაგლოცოს. ამინ.